29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა. GM Pharma საერთაშორისო კამპანიას ტრადიციულად წელსაც შეუერთდა და პაციენტთა მხარდასაჭერად გულის უფასო გასინჯვის მასშტაბური კამპანია წამოიწყო. გულსისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამ დაავადებებით ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ძირითადი რისკ ფაქტორებია მოწევა, არაჯანსაღი კვება, ფიზიკური უმოქმედობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სტრესი. საქართველოს ევროპული გაიდლაინების შესაბამისად მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყანას, სადაც ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია, ავტომატურად არის მაღალი რისკის ჯგუფში და აქედან გამომდინარე, ჩვენი ყოველდღიური ზრუნვა და ყოველდღიური ფიქრი უნდა იყოს იმაზე, რომ ჩვენ პაციენტამდე მივუტანოთ თანამედროვე რეკომენდაციები, რომ პრევენციული ზომები სწორად განვახორციელოთ. ვინაიდან მოგეხსენოთ, ჩვენი პაციენტებისთვის განსაკუთრებით აქტუალური არის მედიკამენტების სისტემატიურად მიღება. პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. ამ საკითხებზე საუბრისას და ექიმებს შორის ურთიერთობის დროს გამოცდილების გაზიარება არ არის საკმარისი და ამას სჭირდება პოპულარიზაცია და მოსახლეობაში გასვლა და მოსახლეობაში ამ საკითხების მიტანა. მსოფლიო გულის დღე 2000 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას, კონტროლსა და მკურნალობას. კამპანია ხაზს უსვამს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობას ყველასთვის, გლობალურ სოლიდარობას, გონივრულ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღ გარემოსა და ცხოვრების წესს. GM Pharma ტრადიციულად წელსაც უერთდება გულის მსოფლიო დღის კამპანიას. წელს გულის მსოფლიო დღის სლოგანია Don't miss a beat. რაც პირდაპირ თარგმანში ნიშნავს, რომ არ გამოგრჩეს გულის ცემა, მაგრამ გადატანითად ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ საკუთარი კარდიოვასკულური ჯანმრთელობის მიმართ. შესაბამისად, ზოგადად გულის მსოფლიო დღე ემსახურება გულზარღვთა დაავადებების შესახებ ინფორმაციის ამაღლებას მოსახლეობაში და აგრეთვე გულზარღვთა დაავადებების სამკურნალო თუ პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. GM Pharma-ს მიერ ორგანიზებულმა გულის მსოფლიო დღისადმი მიზღვნილი კამპანია დაიწყო 25 სექტემბერს და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში პაციენტები უსასყიდლოდ მიიღებენ კარდიოლოგის კონსულტაციას, ასევე ელექტროკარდიოგრაფიას და საჭიროებისამებრ გულის ულტრაბგერით გამოკვლევას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გულზარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამაშიც არის ჩართული, რომლებიც შეუძლიათ უსასყიდლოდ მიიღონ გარკვეულმა კატეგორიამ, მოსახლეობის გარკვეულმა კატეგორიამ, ეს არის ვეტერანები, შეშემოპირები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, აგრეთვე პენსიონერები და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფხასთან მცხოვრები სოფლების მოსახლეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ GM Pharma-ს მედიკამენტებიც ამ სახელმწიფო პროგრამაში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი. ზოგადად GM Pharma-თვის კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. კომპანიას ამჟამად 19 სხვადასხვა ბრენდი აქვს და დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიის კვლევა-განვითარების განყოფილებაში კიდევ 11 ახალ კარდიოვასკულურ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს 2-3 წელიწადში ქართულ ექიმებს და პაციენტებს რამდენიმე ახალი თანამედროვე საშუალების გამოჩენით ბაზარზე შემოსვლით, ბევრი დაავადების უკეთესად გადაჭრის საშუალება მიეცემათ. ხოლო რაც შეეხება კომპანიის მიზანს და დანიშნულებას, სწორედ ეს არის, რომ საკუთარი მედიკამენტებით რაც შეიძლება მეტი პაციენტის ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესოთ და მათი სიცოცხლე გავახანგრძლივოთ. შეგახსენებთ, რომ GM Pharma-ს მიერ ორგანიზებულმა კამპანიამ სტარტი 25 სექტემბერს აიღო და საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ზუგდიდში 25 სექტემბერს, გურჯაანში 27 სექტემბერს, თელავში 29 სექტემბერს, ხოლო რუსთავში 30 სექტემბერს ჩატარდება. პაციენტებს კი შესაძლებლობა აქვთ სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია და გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა.